ამებით ყველა დღეს სიმართლე გითხრათ იდეა მომივიდა ჩავწერო ზოგადად შიშმე პირების ფილმებთან დაკავშირებით ანუ მოკლეშინაც გვექნება ამ თემაზე და გვექნება ამისი ასე ვთქვათ მიმოხილვა შეიძლება ასე ვთქვათ და პატარა კომენტარი გაკეთება ფილმებთან ასე ვთქვათ დაკავშირებით და პატარა ასე ვთქვათ საინფორმაციო ფილმების შესახებ გვექნება საუბარი ზოგადად ფილმები ჩემი აზრით პირადად ძალიან ბევრი რამით შემასწავლებელი არის მიუხედავად თავისი ჟანრით და ეს იქნება ფანტასტიკური კომედია საშინელება და ასე შემდეგ ხო სხვადასხვა ჟანრის ფილმები არსებობს მთელი კინო სამყაროში მე ზოგადად თემას შევეხები უშუალოდ ეტლის მოსარგებლეებს ახლა მე პირადად ეტლის მოსარგებლება და შიშმე პირებთან დაკავშირებით ფილმებზე შევეხები ამ ვიდეოში და ჩემი აზრით რა შეიძლება ასე შიშმე პირმა მიიღოს ამ ფილმიდან და ანუ რა შეიძლება საკუთარი თავისთვის ასე ვთქვათ იმუშაოს და შეძლოს გარემოში ადაპტაცია ეს იქნება საკუთარ თავში მუშაობა სულიერი ანუ სულიერი მხრიდან გონდა ასე ვთქვათ გამოვიდეთ თუნდაც ეს იქნება სტრესი დეპრესია და ასე შემდეგ რაც შიშიმაპის აკუხებ ყოველ დღეობაში მოდი მაშინ გადავიდეთ პირველ ასე ვთქვათ ფილმზე ეს ფილმი ყველამ გადავიცეს ალბათ ეს არის ხელშეუხებელი ყველა გვექნებათ ნანახი ვისაც ადგათ შეგიძლიათ ნახოთ ქართულად არის ფილმი ეს არის ფრანგული ფილმი ეს მოსაგებლე მამაკაცი არის ფოტოგრაფი ფილმი და ასე ვთქვათ მოვიდეთ აიყვან ფერადკანიან ადამიან და საკმაოდ ძალიან დაინტერესო ფილმი არის ჩემი აზრით და ძალიან ბევრი რამის მომასწავლებელია ჩემი აზრით სადაც ხდება სოციალური ასე ვთქვათ პრობლემები პირადი ურთიერთობები და ასე ვთქვათ დამოკიდებულება ამ კაცთა და თავის პირად ასეთ შორის პირველად მე
მე ვნახე ეს ფილმი ძალიან ასე ვთქვათ საბჭირება დამჩა დადებითად რა თქმა უნდა და და ასე ვთქვათ ცოტა ვაყოფითად დამჩა რაღაცა ნაწილები ჩემი განმრენ გამომდინარე და რა თქმა უნდა ფილმი და გამომდინარე პირველად როცა ვნახე ეს რა ქვია ფილმი ხე შევხედე ცოტა არ იყოს რომ მე ზოგადად საკუთარი თავის ყურება არ მიყვარს დიდად როცა ამ მდგომარეობაში ვარ ხოლმე მაგრამ რო ვნახე ეს ფილმი მე ძალიან ბევრი დაბის მასწავლებელი გახდა ასე ვქოთ ჩემთვის პირადად და ასე ვქოთ ძალიან ბევრი დადებითად მექმედა საკუთარ თავზე ანუ როგორ ასწავლის ეს ფერატკანიანი ბიჭი ცხოვრება ამ კაცს დამოუკიდებლად როგორ ასე ვთქვათ როგორ ანუ როგორ მეციდა დაეხმარება ბიჭი როგორ გამოვიდეს საზოგადოებიდან ეს კაცი და ეს ფილმი ჩემთვის პირადად ძალიან ასე ვქოთ დადებითად მექმედა მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ასე ვქოთ რეალობაში არ არის ისე როგორც ჩვენ გონია ხოლმე ხშირად ხოლმე ფილმებში და ასე ვქოთ გამარტივებული ცხოვრება სამწუხაროდ არ არის ეგრე რა თქმა უნდა მაგრამ ჩემი ასე ვქოთ როგორც შიშიმე პირი მე პირადად გირჩევდით ასე ვქოთ შიშიმე პირად ძალიან ბევრი ვიმუშავოთ საკუთარ თავთან და ასე ვქოთ ჯერ პირველ რიგში დავეხმაროთ საკუთარ თავს ეს იქნება ფსიქოლოგიურად თუ ასე ვქოთ თუ ეს იქნება მენტალურად შეიძლება დაგვაღეთ როგორც ასე ვქოთ შეგვიძლია ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე შემდეგი ფილმი არის ეს არის იგივე ფილმი როგორც ხევშევხებიანი მაგრამ ეს არის ანუ ამ ფილმში დადებითი მხარე ეს არის თუ ამერიკული ვერსია ზუსტად იგივე არის როგორც ხევშევხებიანი მაგრამ ბოლოსში ცოტა განსხვავება მაინც ხდება მაგ ფილმში ამ ფილმთან დაკავშირებით რა შემიძლია ვთქვა რომ ზუსტად იგივე საბჭირება დავსვათ ფრანგულ ფილმზე ხევშევხებანზე და რაღაც ჩემი აზრით ძალიან ასე ვთქვათ კარგი ფილმია და თუ დაინტერესდები შეგიძლიათ ასე ვთქვათ ნახოთ ეს ფილმი და ვუყუროთ შემდეგი ფილმი არის
ჩემ შიგნით მე ვჩეკვავ ასე ვქიამათ ფილმი ბოლცეტა კაცეთუდა ხანარი თარგმანი არის ასე ვქვათ ასე ლარე ჩემი სული ჩეკვავ ფილმი არის ამერიკული ფილმი რომელიც არის შესაძლებელი ორი მოსაგებლა ბიჭზე და ის ერთი მოსაგებლა ბიჭი მეორე ან დაიან ასე ვქოთ ნომიჯიმონ გამარებთ ლაპარაკი უჭის საკმაოდ და ეს პირველი მოსაგებლა სამწუხაროდ სახელები აღარ მახსოვს რა ქვია ბიჭო მაგრამ შინაარსი გადმოგცემთ რა ხდება მაგ ფილმში ხო და ანუ ეს პირველი ბიჭი შეისწავლეს ამით თუ ლაპარაკს ეხმარება როგორც თარჯიმანი და როგორ ხახტ ამ მორ ბიჭის საუბარი თურათ ცალბობ ეს ორი ბიჭი ცდილობს რო იცხოვრონ ასე ვქოთ დამოუკიდებლად და ესენი აიყვანენ ახალგაზრდა გოგოს თუ ასისტენტად და მათ ცხოვრება ძალიან ცოტა დრამატული ფილმია მაგრამ მათ ასე ვქოთ ბევრი ამით სასწავლებელი არის ეს ფილმი და ჩემი აზრით ძალიან ბევრი პროგრამაში ასე ვქოთ დაგვიხმარება ჩვენი ყოფითი ცხოვრებით და ძალიან დაგვიხმარება ჩვენ საკუთარ ასე ვქოთ თავთან მუშაობით პირველი საბუთილება ჩემი აზრით რაღაცა ამ ფილმზე საკმაოდ ძალიან ის არის რომ მძიმე ფილმია მაგრამ ძალიან დადებითად იმედა ამ ფილმზე ამ ფილმში არის მეორე ბიჭის ოჯახური დრამა მამა ასე ვქოთ ჩააბარებს ამ ბიჭს დღის ცენტრში და იქ იზრდება ბავშვობიდან მარტო და ეს ბიჭი პირველ თარჯიმანი რომელიც ეხმარება რა ეხმარება ამ ბიჭს და შეახვედრებს ამ თავის მშობელს ხო და სამწუხაროდ ცოტა არ ყავთ ჩემთვის ცოტა ნეგატიურად იმედა ამ ფილმმა ანუ ძალიან მე ბოლოს მე ადამიანს რო არ და თავიდან მიიღება როგორც ის არის ასე ვქოთ შიშიმ მitmotot cerebralul დამბლის გომარების ადამიანების მიიღება უჭირ თავიდან ბუნებრივი ამშობეთ და ჩემი აზრით ძალიან ბევრი ამით მასწავლებელი არის ჩვენთვის და მitmotot მშობელთვის და ძალიან მე ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ასე ვქოთ გადალახვა
შობერტა ძალიან ეხლა შობერტია დამოკიდებული თუ ასე ვთქვათ მიიღებთ თავის შვილს თუ არა ისეთი როგორც არის და რაც შეეხება ასისტენტებს გოგოს ახალგაზრდად თუ აიყვანონ ეს თავიდან ძალიან დადებითად ძალიან წყვილიანი ბიჭები არიან ორივე ერთად დაუბრუნდნენ და ბოლოს ცოტა ისეთი მოხდება რომ გაუგებრობა მოხდება მათ შორის და და წოვებთ მოგაწევთ გოგო და ასე ვთქვათ მე სამწუხაროდ ეს თარჯმანი ბიჭი პრინციპით ანთებით გარდაიცვლება და ეს ბიჭი რჩება მარტო და როგორც ხურებ დამოუკიდებლად გავთავში თავი დამხმარის გარშე ჩემი აზრით ძალიან ასე ვთქვათ ძალიან კარგი მაგალითი რო თქვა მე თუ აბწები 2024 წელს მე ვიყავი პირველად ბანაკში და იქ გავიცანდი ასე ვთქვათ კარგად გავიცანდი შიშიმაპირები მაგრამ დამწუხარად მე ასე ვთქვათ მათი წყალში ენა ზეგაგება მიჭირდა თუ რაც საუბრობ ასე ვთქვათ სხვა დანარჩენი შიშიმაპირები და ერთი ეტელის მასაგებლები რომელიც გავიცანი და დამეგობდი ეს მეხმარებოდა ასე ვთქვათ თავჯდომობაში და შეიძლება ასე ვთქვათ რეალის ცხოვრებაში და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი დამოუკიდებლობა კომუნიკაცია და ძალიან კარგი საბუთილება დატოვა ამ ჩემმა პირველმა წამსამ ბანაკში და ძალიან ასე ვთქვათ კარგად ვიგრძნე თავი დამოუკიდებლად და ჩემი აზრით ძალიან კარგი ფილმი არა გირჩევთ ნახოთ ეს ფილმი და ძალიან ბევრი რამით შემესწავლებელი არის ეს ფილმი შემდეგი ფილმი არის ამ ფილმშია ჯოსი ვებფრიდა თევზი ეგეთი დასახელებით ანიმაციური ფილმია იაპონური თვითონ უნდა აღვნიშნოთ თავიდანვე იაპონური ფილმები აღშერვა ამბობენ ხოლმე მინდა გითხრათ რომ იაპონიაში ეძახიან ასეთ ანიმაციას ანიმებს ეძახიან იაპონიაში და აქვე მინდა აღვნიშნო რომ იაპონელები ამბობენ რომ ეს ანიმეები არ არის განკუთვნილი მხოლოდ ბავშვებით და ეს არის დიდებითაც მაგალითად რო ვთქვათ ამერიკაში როგორც არის
ჰოლივუდი კინო კინო ინდუსტრია და მთელი ფილმები ასევე იაპონელებისთვისაც არის ანიმეები როგორც თუ კინო და ფილმი და ასე ვთქვათ საბავშვო ანიმაცია ეხლა რაც შეეხება თვითონ უშუალოდ ამ ფილმს ეს ფილმი ჩემთვის რაღაცა ძალიან ასე ვთქვათ ცოტა ის არის ემოციური ფილმი არის ანიმაცია ეს მაგრამ ჩემი აზრით აი ბევრი რამის თუ შეწავლა შეიძლება ამ ფილმიდანაც და ძალიან ასე ვთქვათ კარგი იქნება თუ ნახავთ თქვათ შორის ეს ანიმაცია ახალ გადაღებულია მაგრამ ასევე ვთქვათ იაპონური ფილმი ან კინოფილმი გადაღებული ცოტა ძველია 2020 წელს არის გადაღებული მაგრამ ზუსტად იგივე ასახული როგორც ამ ანიმაციურ ფილმში მე რა შემიძლია ახალ თქვა ამ ფილმთან დაკავშირებით რომ ანუ ეს მოსარგებლე გოგო არის რომელიც არის ჩაკეტილი საკუთარ სახში და ის გარეთ არ გამოგიწვა და საკმაოდ კარგი ხანი ბავშვობიდან ჩემი აზრით ალბათ არის გამოკეტილი სახში და ბებია დიდი ამ გოგოს და ბებია ეშინია ასე ვთქვათ საზოგადოებაში არ გამოვიდეს და ასე ვთქვათ უარყოფითად არ აისახოს მას და არადა მისი მშობლები თანახმარიან იმაზე რომ გამოვიდეს უკვე საზოგადოებაში და ასე ვთქვათ შეძლო დამოუკიდებლად ცხოვრება ეს გოგო არის თვითონ ხატვარი ხატავს გოგო და ლამარ იმეს და ხატავს ძალიან ლამარ და მე მოხდება ის რომ ასე ვთქვათ ბებია იმასი დავდო ერთ ბიჭს ახალგაზრდა ბიჭს მოვიდებდნენ ამ გოგოს ნუ ასე ვთქვათ მისი პირადი ასისტენტი გახდა ეს ბიჭი თავიდან ფულის ორიენტირების გამო დაკავდა ბებია და რადგან უმშევარიყო და მე ამ გოგოს რო გაიქნევ და ასწავლის ბიჭი ასე ვთქვათ გარეთ გამოყვანა და ასე ვთქვათ და დამოუკიდებლად ცხოვრებას ასწავლის ბიჭი და ბოლოს ცოტა ის არის
დრამატული ამბავია ცოტა სიმართლე გითხრათ ეს ანიმაცია მაგრამ ბოლოსში ბიჭი თვითონ ანუ ავალოში მიყვება და კარგი ხანი მასაც გავჭირდება სიარული და ეს კარგი რეაბილიტაცია მაგრამ ეს ბიჭი ასე ვქართ სტიმულს დაკარგა ცხოვრობით და ასე ვქართ გონია რომ თავისი ცხოვრება ასე ვქართ საბოლოოდ დათუდა და მე გოგონდა ბრძოლობს თუ ბიჭი ასე ვქართ გამოაღვიდო და გამოაფხიდლო და ბოლოს გავუკეთებ ერთ ლამაზ ნახატ და ამეთი სუიდრაპას მოუყვება გოგო თავის შექმნილ ნახატიდან გამომდინარე ჩემი პირველი ასე ვქართ საბჭოთილება რადამცა ამ ფილმში რა ჩემი აზრით უყურა და დაამთავრე ანიმაცია ფიქრობ რომ ძალიან ასე ვქართ რომანტიკული არის რა თქმა უნდა ფილმი მაგრამ ჩემთვის ისეთი საბჭოთილება ასე ვქართ დამცა როგორც შეიძლება ასე ვთქვათ ხელშეუხებელი და დადებითი მხარე არის თუმცა ბოლო მომენტ თუ ასე ვთქვათ გავითვალისწინებ რომ ეს ბიჭი დაკარგა ფიქრობთ სიარული თუ შესაძლებლობა გოგო ეხმარება ამ ბიჭს თავისი ასე ვთქვათ სტიმული არ ასე ვთქვათ დაკარგოს და საბოლოოდ ხელი აჩაიქნია თავის მიზანზე და ასე ვთქვათ გოგო ეხმარება მიგინეთ ბოლომდე მიყვანით თუ ასე ვთქვათ როგორ არის ასე ვთქვათ შესაძლებელი რომ ცხოვრებაში მიხედავთ ასე ვთქვათ თავი მდგომარეობის და მაინც არ უნდა დაკარგა სტიმული ცხოვრებით და უნდა ასე ვთქვათ ბრძოლა განაგრძოს სანამ სოციალურ ადამიანს ჩემთვის პირადად ძალიან კარგი არის ძალიან კარგი ფილმი არის ანიმაცია და ძალიან
საინტერესო არის ჩემთვის პირადად არის საინტერესო და თქვენთან საცხადო გისურვებთ რომ ნახოთ ეს ანიმაცია და საინტერესო ასე ვთქვათ ფილმი არის სანახავდა და ბევრი რამე შეიძლება შეისწავლეთ ამ ფილმიდან კარგი ხა გადავიდეთ შემდეგ ფილმზე ეს არის ახალი ფილმი რომელიც გადაღებულია 2024 წელს და ახალ გადაღებული ფილმი არის და ეს არის ჩინური ფილმი რომელსაც სახელია Big World ანუ ეს არის დიდი სამყარო ქართულად ასე ითარგმნება მე როგორც გავიგე თუმცა ჩინეთში ასწავლეთ ეგეთი შეიძლება ასე ვთქვათ ვითარება რომელიც გარკვეულში მე პირების კატეგორიას არ აქვს ასე ვთქვათ ცხოვრობით შესაძლებლობა თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე მოგეხსენებათ იმაში აზიაში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ადამიანის და ვიზუალურ მხარესთან გარეგნობა და ასე ვთქვათ ძალიან დიდი პრიორიტეტი ენიჭება ასე ვთქვათ გარეგნულ მხარეს და განსაკუთრებით ჩინეთში იაპონიაში და კორეაში ჩინეთში როგორც მე გავიგე მხოლოდ შეგიძლია ანუ შეძლებთ რომ ასე ვთქვათ პოპულარობა მოუტანოთ გარკვეულ ასე ვთქვათ შიშიმოვპირებთ მაგალითად ჩინეთში არის პოპულარული დაუნის სინდრომის მქონე პირები და ასევე ყველა მომჯობი იმიტომ რომ ისინი ასე ვთქვათ მათი გაგებით საზოგადოების ხელიდან სულად საზოგადოების ხელიდან ასე ვთქვათ ნეგატიურად განწყობილი და მიღებულია ეს ორი ტიპის პირის დიაგნოზები შეიძლება ასე ვთქვათ რაც შეეხება უშუალოდ ფილმს როგორც მე ვფიქრობ ჩინეთში პოპულარიზაციის საშუალება შეგიძლია მოვიტანო
შიშინო პიეტ მაგალითად ცერებრალ დამბლად ხელ ამით მაგალითი თვალსაჩინო მაგალითი არის ეს ფილმი მოგვითხრობს იმაზე რომ შიშინო ცერებრალური დამბლით ახაგადო ბიჭის ცხოვრებაზე რომელიც დაიან ჩახლა თუ შეიძლება ასე ვთქვათ ამბავია ამ ფილმში მაგრამ ყოფა ცხოვრებისთვის ძალიან საინტერესო და ძალიან ბევრი რამით მასშტაბებელი არის ეს ფილმი და გიცოცხლე ნახოთ ეს ფილმი ეს ცერებრალური დამბლით ბიჭი ცხოვრობს და დამოუკიდებლად ცხოვრობს მან შეუძლია მათ გადაადგილება დადი ქალაქში ცხოვრებულად და მუშაობს ბიჭი რაღაცა გარკვეული პერიოდი იმიტომ რომ ჩინეთში ასეთი კანონი არსებობს თუ ცერებრალური დამბლად ასე ვთქვათ და მე თუ არ მეხლობა მას სახელმწიფო ხილთან რაღაცა გარკვეული ისახტე დაკავება ფინანსების მხრივ და ბიჭი ბოლოს ტოვებს დამთავრდა და ძალიან ასე ვთქვათ ჩემი აზრით ძალიან დამაფიქრებელი ფილმია და მე გიჩვენე ნახოთ სამწუხაროდ ქართულად არ არის ეს ფილმი სულ თარგმნილი მაგრამ ვისეთ შეგიძლიათ ნახოთ თარგმანი არის მხოლოდ სუბტიტრებით ქართულად და ძალიან კარგი ფილმია და თქვათ ისე ამბის გყავთ ბებია დედამისი და ბებია ეხმარება ძალიან ბევრ რამეში დამოუკიდებელ ცხოვრებას და ხანახან მოტყუებას ასწავლის მოგეხსენება ძალიან ისაა ჩვენ შიშინო პირები გვინდა მაინც პირდაპირ გამოვიდი ხოლმე საუბარი ხოლმე და ყველაფერს სიმართლეს ვამბობ ხოლმე და გვიწევთ ხოლმე ხშირად ხოლმე მოტყუება ხოლმე და არ გამოვიდი ხოლმე ალბათ ჩემი აზრით შინა განმდგომელობდა გამომდინარე ჩემი საბჭოtildeება ამ ფილმით ის იქნება რომ არ ვიცი საკმაოდ ბევრი მომენტები არის ყურადღებით
გასათვალისწინებელია ამ ფილმში და დაიბრუნდა მიგვაწევი ჩვენ ყოფილი ცხოვრებაზე დაიბრუნდა ტრიტმენტო ვაკდებით საზოგადოებაში დაიბრუნდა ყოფილი მოდი მას შორის დადებითით და მაგეთ ცხოვრებით ორი ფილმი არის ამაში ასახული ჩემი პირველი ასე ვთქვათ ჩაბაჭრილება ის დამჩარო როგორც აღნიშნე მე რომ განსაკუთრებით ჩინეთში და იაპონიაში კორეაში ძალიან ცირკულარულად აქტივენ ვიზუალურ მხარეს გარეგნება და რაიმე ნაკელთო კონტექსტ ადამიანს ვიზუალურად ასე ვთქვათ ძალიან მათი გაგებით ნეგატიურად აისახება ხარო ამბავია მათი თვალსაზრისით განსაკუთრებით ჩინეთში და ძალიან ასე ვთქვათ ბეფტ ფიქრობდი ამასთან დაკავშირებით რა შეიძლება მე თქვა ფილმთან დაკავშირებით ჩემი განწყობა რაღაც დამჩა ამ ფილმიდან ეს არის ის რომ რა თქმა უნდა შემთხვევით არაფერი ხდება სამყაროში და ყველაფერი ღმერთის განგებილებით ხდება ყველაფერი და ასე ვთქვათ ჩვენი როგორც შემაპირებისთვის მე ვიტყოდი რომ ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არის ის რომ ასეთები დავიბადეთ და ეს უკვე აისახება როგორც აღნიშნე მშობელზე მიიღებ თავის შვილს თუ არა და იმ მშობელმა უნდა შეძლო საკუთარი შვილის მიღება და ასე ვთქვათ შეძლო ასე ვთქვათ საკუთარი თავის სტრესით დაძლევა და ფსიქოლოგიურად გამკლავება და არ ვიცი ჩემი აზრით მშობელმა უნდა შეძლოს ასე ვთქვათ საკუთარი შვილის ადაპტაცია შეიძლება ასე ვთქვათ და შეძლებს საკუთარი თავის იმ უნარების განვითარება რა უნარებით შეიძლება რომ განვითარებს საკუთარ შვილს და ხელი შეუწყოს საკუთარ შვილს საზოგადოებაში ასე ვთქვათ
დამოუკიდებლად ცხოვრება და არ იყოს მშობელი, ასე ვთქვათ, შემაფასებელი, დაიფიქროს, რომ არ იქა გარგმნა, თუ არაფერი შეუძლია, ისე როგორც ჩვენი თვალიდან მხედველობიდან გამომდინარე, არამედ ჩემი აზრით მშობელმა უნდა შეძლოს საკუთარ შვილს პირველ რიგში დაკვირვება უნარებით შეიძლება რომ განვითარდეს საკუთარ შვილს ერბალ დამლად გულისხმობასმა უნდა და შეძლოს ამ მშობელმა ამ უნარებით მეტნაკლებად როგორც უხერხდება და შეუძლია მისთვის იმ უნარებით განვითარება, ეს იქნება თუნდაც ფიზიკური, მაგრამ განსაკუთრებით კარგი არის თუ ბავშვი ასე ვთქვათ გონებრივ ჯანმრთელი დაიბადა მით უმეტეს მოხდეთ მისი გონებით ასე ვთქვათ და ინტელექტის მუშაობა და ძალიან ბევრი რამეს ასე ვთქვათ ისწავლის ბავშვი თავიდან რა თქმა უნდა და მომავალში ძალიან დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას. არ ვიცი, ხა ჩემი პირადი აზრია, რაც მე ვქვი, მაგრამ უშუალოდ ფილმთან ვიტყოდი, რომ 10-დან 10 დავწერდი ამ ფილმს და ძალიან ასე ვთქვათ საინტერესო ფილმი არის და ძალიან მომეწონა და კიდე ვისურვებდი რომ ვნახე ფილმი და ძალიან ბევრი დეტალებს აღმოაჩენდი ამ ფილმზე და სამართლით გიცნობთ რომ ძალიან კარგი იქნება ამ ფილმის ნახვა და ძალიან ბევრი რამით შევეცდილებათ და დაგიტოვებთ ამ ფილმში რა დღეს აკეთებდი სულეთ რაღაც მინდა და ფილმებთან დაკავშირებით უშუალოდ გადამ მიმოხილვა გამეკეთებინა ჩამეწერა ვიდეო ჩემი აზრი ასე ვთქვათ დამოკიდებულება ამ ფილმთან დაკავშირებით ეტლის მოსარგებლებზე და ზოგადად პირებზე და მიჩვენებს ცერებრალური დამბლნაზე რაღაც ხშირი ასე ვთქვათ პრობლემატურია ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ძალიან ასე ვთქვათ ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი აზრი ძალიან ძვირად გვიჯდება ხოლმე და ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩემი აზრით და ძალიან ბევრი რამით გადალახვა გვიწევს ჩვენ ყოფილ ცხოვრებაში ეს იქნება პირადი ურთიერთობები საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ძალიან ბევრი
ბაზლის წინაშე გავარ ჩვენ შიშიმო პირებიდან მithumet ცერებრალური დამბლის ადამიანები ჩემი ჩევა ჩემი ჩევა არ ვიცი რამდენად გამემიდა მაგრამ ალბათ მე გიჩევდით შიშიმო პირებ ვინც არიან ასე საერთოდ ცერებრალური დამბლით ადამიანები და მithumet ინტელექტუალურად შესაძლებლობის მქონე ადამიანები ჩემი ცევა ის იქნება რომ არ გავჩვენებ თუ რა თქმა უნდა და ვიბრძოლოთ რადგან ბრძოლა თავში შედეგი გამოაქვთ სირედით კი და ძალიან ბევრი ვიმუშაოთ საკუთარ თავთან ეს იქნება ფსიქოლოგიურად მომენტალურად სული 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 ერარა და იმიტომ რომ ჩემი პირადი გამოჩვენებიდან გამომდინარე ვიტყოდი რომ ყველაფერი ჩვენიდან გამოდის ეს იქნება კარგი თუ ცუდი და ყველაფერი აჩახება ჩვენთვის ყოფით გარემოზე სულაც იყო ვაჩინე რამე მინდოდა მეთქმა და მადლობა ყურადღებით